UFC-ში პირველი ქართველი იყო ლევან მაყაშვილი. ასევე პირველი ქართული ფინიში UFC-ში იყო ლიანა ჯოჯუასკან საბმიშენით. პირველი ქართული ნოკაუტი იყო რომან დოლიძესგან. ყველაზე დიდი სტარი, ვინც UFC-ში ყოლია, იყო პირველი გიგა ჭიკაძე, რომელსაც 7 მოგებიანი სტრიქი ჰქონდა. პირველი ქართული main event-იც იყო გიგა ჭიკაძე versus ბარბოსა. პირველი ქართველი pay-per-view headliner-ი იყო ილია თოფურია. ასევე პირველი ქართველი ჩემპიონიც. რამდენიმე თვით მოაღწრო მერავს გაჩემპიონება. ასეთ სტატისტიკა კიდე პირველი საქართველოში დაბადებული ჩემპიონი არის მერაბ დვალიშვილი. ასევე UFC-ს ივენთებზე headliner-ი ყოფილან გიგა ილია მერაბი და რომანი. ამ ბიჭებმა ჩემი აზრით იცით რა დაამტკიცეს, რომ ჩვენ ბავშვობაში რომ გვიყვებოდნენ რომ ქართველები უძლიერესი ერი ვართ, გმირები ყავდა და 1.50 ხოცავდა და ეგეთი რაღაცები. რისიც გვჯეროდა ბავშვობაში ჩემი აზრით, შემდეგ გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული ცოტა კრიტიკულად უყურებდით ამ ყველაფერს. მე შეიძლება ამ ასაკის შემდეგ ვიღაცებმა ისევ დაიჯერონ, ან უარყონ. მაგრამ ახლა რაც ხდება, სოფლიოში 3 ყველაზე ძლიერი მებრძოლიდან ყველა ზონაში, რომ 2 ქართველია და 1 კიდე ჩრდილო კავკასიელი. ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ის რაღაც მითები და ლეგენდები ქართველების სიძლიერეზე მართალი უნდა იყოს ყველაფერი. და შეიძლება კიდე არასაკმარისი არის რაც ვიცით. იმიტომ რომ ახლა ისეთი სიგიჟე შედეგი გვაქვს დღის მდგომარეობით. საქართველოს არის ერთი ცისკნა, 8 მილიარდიდან 3 მილიონი ვართ ჩვენ მხოლოდ. ქართველები ვართ დედამიწის პოპულაციის 0.37%. ტოპ 3-დან 2 მებრძოლი ყავს ყველაზე უძლიერესებს შორის. და ახლა არის კიდე შანსი უახლოესი თვეების პერსპექტივაში ტოპ 1 და ტოპ 2 ორივე ქართველი იყოს. ეს არის ისეთი ლეგენდარული ამბავი, რასაც ჩვენ მოუყვებოდით ჩვენს მომავალ თაობებს როგორც ლეგენდები და მითები. მაგრამ ჩვენ სავედნიეროდ გაგვიმართლა, რომ სიტყვაზე რომ გვენდონ და რაღაცა მითად და ლეგენდად ჩათვალონ, ეს ყველაფერი ეგრე კი არ იქნება. ჩვენი დღევანდელი ქართველი ბიჭები პირდაპირ ეცოდინებათ მომავალში, რადგან უკვე ტექნოლოგიები გვაძლევს მაგის საშუალებას და ვიდეოებია, ფოტოებია, პირდაპირ ჩხუბებია და ეს ყველაფერი არ წაიშლება არასდროს. და ლეგენდები და მითები კი არა, ჩვენს მომავალ თაობებს ისიც კი ეცოდინებათ მერაბ დვალიშვილი და ნინა დრამა როგორც ელავენ ელარჯის. You're an animal. You're a machine. Yeah, you do it. You got this. You got it. You get in there. You make it work. You make it work. You turn it. That's where I go. Yeah, let's go. ამიტომ ახლა ის დროა რომ სწორად დავაფასოთ ეს ყველაფერი, უფრო მეტად Google შემატკივროთ, უფრო მეტად გავხდეთ MMA-ის ქვეყანა და ეს ყველაფერი საქართველოზე პირდაპირ ეკონომიკურად აისახება. შესაბამისად, განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. ეს ბიჭები საქართველოს იმხელა პრომოუშენს უკეთებენ, რომ ამას შეუძლებელია არ იქონიოს სუპერ პოზიტიური შედეგი. არის შანსი, რომ მაგალითად ამდენი წარმატებული მებრძოლის გამო საქართველოში ჩატარდეს UFC-ს ქარდები თუნდაც. ტურიზმი იზრდება, ქართული პროდუქტი ხდება საზღვარგარეთ აქტუალური და მოთხოვნადი და კიდე ბევრი ესეთი ქვეეფექტი აქვს.